ვისაც დეტექტივების ჟანრის ფილმები გვიყვარს, ძალიან კარგად ვიცით თუ რა არის თითის ანაბეჭდი. ამ შესახებ მსმენია. გაგვიგია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი კრიმინალისტიკაში და რამდენი საქმე არის გამოძიებული მისი მეშვეობით. მაგრამ მოგიძიებიათ თუ არა მეტი ინფორმაცია ამის შესახებ. აი მე ავდექიდან მოვიძიე. თურმე სამეცნიერო ენაზე თითის ანაბეჭდებს ეწოდებათ დერმატოგლიფები. ეს შეისწავლის თითის, ხელის გულებისა და ფეხის გულების კანის რხევებს, ანუ ნიადაგს, პაპილარული ხაზების ფორმებსა და სტრუქტურებს. კანს, რომელიც ფარავს ანაბეჭდის პალმის შიდა ნაწილს, აქვს საკმაოდ რთული რელიეფი, რის გამოც მეცნიერები მათ ქედებს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მას სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ზუსტ მეცნიერებად არ აღიარებს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით საკმაოდ ფართოდ გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკაში, ისევე პრაქტიკაში, ალბათ უნდა მივიჩნიოთ ზუსტ მეცნიერებად. დერმატოგლიფები ყალიბდება მუცლად ყოფნის დროს, მე-10-დან 24 კვირამდე. მათზე გენეტიკის გარდა ზეგავლენას ახდენს მუცლის შიდა გარემო. თითოეული ადამიანის ანაბეჭდი არის უნიკალური, იდენტური ტყუპების შემთხვევაშიც კი. და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე თითის ანაბეჭდი არ გვეცვლება. თუ რა თქმა უნდა, თითის ზედაპირს არ დავიზიანებთ. დერმატოგლიფიკის მეშვეობით შესაძლებელია ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებაში ეჭვის შეტანა.